Apple რა თქმა უნდა გამოუშვა თავისი ფლაგმანიც iPhone 17 Pro, Pro Max-ი ამჯერად პრეზენტაციაზე არ ყოფილა, არ დაპატიჟეს, იმიტომ რომ ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ მარტო Mac მოდელებში, ანუ Max ვერსიებში იქნება ხელმისაწვდომი 2 ტერაბაიტი მახსოვრობა. და ეხება 2500 евро. არ მგონია ბევრი გიჟი გამოჩნდეს, ვინც მაგას იყიდის. მოკლედ, თვითონ smartphone-ებს რაც შეეხებათ, Unibody არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება Apple-ის, რაც კი ბოლო წლებში ქონიათ. ანუ ერთიანი ჩამოსხმული კონსტრუქცია. არანაირი ფრეიმი, არანაირი კარკასი, ხო? და რაც ვფიქრობ, რომ არა მარტო გამძლეობაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ თბოგამტარობაზეც, ასევე დაემატა Ceramic Shield-ი ორივე მხრიდან და ახალი დიზაინით ძალიან მომწონს მე პირადად. ძალიან მოუხდა ეს სიმეტრიული დიზაინი, ფერებთან თანხვედრაში, გვაქვს ლურჯი საფიროსფერი და ვერცხლისფერი. დაწერთ კომენტარებში, ვის რომელი ფერი უფრო მოგეწონათ და კამერები. კამერები როგორც იქნა მოახერხეს, რომ სამი კამერა არის ერთი და იგივე ფიქსელის. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზომვის დროს აღარ ექნება ხტუნაობა ხარისხებს და კამერებს შორის, ანუ ვეღარ იგრძნობ მაგას და ვფიქრობ, ეგეც არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ მე ამ ცვლილებებით, როგორც იქნა, დაწერე კომენტარებში შენ რას ვფიქრობ.